შეერთებული შტატებიდან გვერდება ეთერში გიორგის მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. რა ტიპის მოცემულობა გვაქვს ეხლა? ცოტა ხნის წინ ნევზოროვის შეფასება წავიკითხე, რომელიც ცნობილი კაცია, ანალიტიკოსი და ხელოვნების სფეროდან, მაგრამ ახლა მისი ანალიზი ხშირად აკეთებს, ვთქვათ, კომენტარებს მიმდინარე პროცესებზე. ის ამბობს, რომ მეტად გამოუვალი, წარმოუდგენელი იყო შეექმნა ვითარება კაცს რამდენიმე დღეში. რეალურად არის თუ არა ეს მართლაც გამოუვალი ვითარება, რომელიც შეიქმნა ტრამპის თეთრ სახლში შესვლიდან რამდენიმე დღეში, რომელსაც ახლა ვადევნებთ და რომელიც არის უშუალოდ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გამოუვალი ვითარება იქნება, თუ ამ რიტორიკას უკვე მოყვება კონკრეტული უკრაინისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, მე სიტუაცია უფრო გართულდება. დავიწყოთ იმით, რომ ხა ტრამპის განაცხენება ზელენსკიზე არაერთ წელს ითვლის, ხო? ხა ჩემთვის პირადად ეს განცხადება კი იყო ასე მოულოდნელი, მაგრამ მაინდა-მაინც მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ პირველი ვახსოვს ჩვენ, რომ პირველი იმპიჩმენტი, მაგალითად ტრამპს რომ მოუწოს, ის ზელენსკითან სატელეფონო საუბრის დროს იყო, როდესაც მან ზელენსკის მოსთხოვა, რომ ბაიდენის შვილის ორგანიზაციები გამოეძებია, იქ ზელენსკის ბრალი არაფერი არ იყო. მაგრამ ეს შეება ჩარჩა ტრამპს. მეორე წინასაარჩევნო დროსაც გვახსოვს, ხო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი შეხვდა ზელენსკის, იქ იყო განცხადებები, რომ ეს არის საუკეთესო სეილსმენი, რომელიც ჩამოდის და 60 მილიარდით ბრუნდება. მე გვახსოვს, ხო, რაღაცა სკანდალივით იყო, რომ თქვა ზელენსკიმ კამალა პენსილვანიაში მიიღო მონაწილეობა რაღაცა ღონისძიებაში, რომელიც კამალა ჰარისის წინასაარჩევნო კამპანია იყო, არ იყო. ეს წყენები აქვს, ფაქტია აქვს და ეხლა ანუ პერსონალური ფაქტორიც არის. მიუყვეთ ამ ფაქტორებს. პირველი პერსონალური ჩავწერა. ახლა უკვე როგორც ჩანს, არ ვიცი, ახლა გონია, რომ რუსეთთან ლაგდება და ალბათ გონია, რომ ზელენსკი ხელს უშლის, ეს აქ მინერალებზე შეთანხმების ხელის არ მოწერაც. ამის გამომხატველია, მაგრამ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ასევე, ხო, ხა ნაბიჯები რა გადაიდგმება სხვა არის, მაგრამ როგორც ასე ვთქვათ, ასე უშვერად შეუძლია ადამიანის ლანძღვა თავის სოციალურ სტატუსებში, ასევე ვთქვათ, სივსისხლიანად შეუძლია იმ ადამიანს შეურიგდეს. ნათელი მაგალითი მისი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2015-16 წლებში, როდესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგები იყვნენ, უშვერად ლანძღავდნენ ერთმანეთს, უშვერად. და ეხლა სახელმწიფო მდივანად დანიშნა ფლორიდის გუბერნატორი ამ უკვე წინასაარჩევნო პერიოდში უშვერად ლანძღავდა, მე როდესაც ფლორიდის გუბერნატორმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, თქვა რომ მე აღარ ვაპირებ მას, თქვა ცუდი სიტყვები უწოდო და შეურიგდა. შესაბამისად, თეორიულად აბსოლუტურად უპრობლემოდ ხვალვე შეუძლიათ ხვალვე როდესაც თქვა წყალებში დალაგება მოხდა თუ უნიკალური კომიკოსია მაგალითად ზელენსკი, მაგრამ აქ მხოლოდ პერსონალური ფაქტორი არ არის. მან სრულიად შეცვალა დასავლეთის, კოლექტიური დასავლეთის ხედვა ომზე, ყოველ შემთხვევაში ასე გამოუვიდა, რომ ეს შეეძლო თავიდან აეცილებინათ, რომ ეს მათი ბრალია და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე მწვავედ, რაც იქნა შემდეგ აღქმული. და როცა ის ლანძღავს ასევე პერსონალურად, სხვათა შორის პუტინიც კი ზელენსკის როგორც კომიკოს და მსახიობს, ბევრად უკეთესად მოიხსენიებდა, ვიდრე ტრამპმა მოიხსენია. მეტიც ტრამპმა მას დიქტატორი უწოდა, არაარჩეული, უпростоრად არჩევნების გარეშე. აი ამ ფაქტორებს მიღმა არის მოკლედ ის, რასაც ის ომის კონტექსტზე ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე ეს სხვა ტიპის პრობლემებს ქმნის. მოკლედ როცა აკრიტიკებს და ლანძღავს ზელენსკის და ერთი სიტყვაც კი მას ნეგატიური არ უთქვამს რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მის არ და მოლაპარაკებას სჭირდება სამი მხარე. მის წარმოსახვითი პირველი ყოველთვის ამბობს, რომ მე რო ყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა. ხო, არაფერზე დაფუძნებული ეს განცხადება არ არის, გარდა პიროვნული, თქვათ, ნარცისიზმისა და ამ ნარცისიზმიდან გამოდის ასევე ის იდეა, რომ მე ხა ამ წუთას შეიძლება რუსეთთან უფრო ლაგდები, მე ვარ ერთადერთი, ვისაც პუტინი დაუჯერებს და მე ამ ომის დასრულება შემიძლია და რატომღაც ის თვლის, რომ თქვათ, ზელენსკიმ შეიძლება მე ხელი შემიშალოს, აქედან ეს არჩევნების მოთხოვნაც, ხო? იყო გარკვეული პრესაში, რომ თქვა საუდის არაბეთში განიხილებოდა ასეთი გეგმა, ხო? თქვა ცეცხლის შეწყვეტა, მე არჩევნები და მე უკვე გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადება, მესამე პუნქტი. მაგრამ აქ რა ხდება?
ცეცხლი თუ შეწყდა ჯერ ძალიან დაბალი ალბათობაა, მაგრამ თუ შეწყდა ცეცხლი მოიხსნა სამხედრო მდგომარეობა ჯერ ეს JDM-მა თქვა რომ ჩვენო სამოქალაქო ომი რო ქონდაო და მეორე მსოფლიო ომი არჩევნები ჩავატარეთ. ჯერ სამოქალაქო ომი 1864 წელს იყო, ავიაცია არ არსებობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორის გარდა ამერიკა არსად არ დაუბომბავს და როგორ წარმოუდგენიათ სამხედრო მდგომარეობაში ქვეყანას ჯერ უკრაინის კონსტიტუცია დატარდება და მეორე ცეცხლი თუ არ შეწყდა, ხა რაკეტები რო ქვეყნის თავზე დაფრინავენ, როგორ წარმოუდგენიათ ან წინასაარჩევნო კამპანია, ან არჩევნების ჩატარება, ეს ერთი, მაგრამ თქვა ცეცხლი შეწყდა. ან ასევე სატარდება ეს არჩევნები რუსეთს რაც აქვს ოკუპირებული იმ ტერიტორიის მიღმა თუ რა ხდება, ესეც არის საინტერესო. იქ ჩატარდება და ამდენი ემიგრაცია იქ უცხოეთში უნები იქნება გასახსნელი, მაგრამ თქვა შეწყდა ცეცხლი, ხო რა იქნება? ცეცხლი თუ შეწყდა რუსეთი პირდაპირ და არ ექნება საჭირო პირდაპირ ვიღაცა პირობითი კრებსითი არესტოვიჩების პირითაც იქნება ეს ნათქვამი, რომ აირჩევს ზელენსკის მეორე ვადით ომი განახდება. აირჩევს ვიღაცა პროსაომარ კანდიდატს და უკვე 18-დან 25 წლამდე ზალუჟნის მაგალითად 18-დან 25 წლამდე გაიწევენ და ჩვენ ამას ყველას უბრალოდ თქვენ შვილებს გაიწევენ და რაღაც ესეთი რა თქმა უნდა ეს პროპაგანდა იქნება. შესაბამისად ეს საკითხიც არის რომ რუსეთს რა თქმა უნდა ხო ბუნებრივია უნდა უფრო დამჯერი დამყოლი კანდიდატი რომელიც ყველაფერზე ხელს მოუწერს. ტრამპს ამ წუთას თავისი პოლიტიკური თუ რაღაცა მიზეზების გამო ასევე დამყოლი უფრო დამჯერი კანდიდატი სჭირდება რომელიც წიაღისეულზე და სხვადასხვა ტიპის შეთანხმებებზე ხელს მოაწერს და ის რომ პუტინს შეხვდება ამის გამო ვთქვათ არ იტყვის რომ იქ რატომ არ ვარ მე და მეორე საკითხი არის რომ მაგრამ ავიწყდებათ რომ არსებობს ლიმიტები თვითონ უკრაინის შიგნით არსებობს საზოგადოებრივი აზრი როგორც ასევე რუსეთის შიგნით არსებობს საზოგადოებრივი აზრი ხო ხვალ პუტინმა როგორც მოიტოვოს ხირებს ვერ მისცემს იმიტომ ძნელი წარმოსადგენია მაგრამ შეება მაღლა რევოლუცია მოხდეს რუსეთში და იგივე ახლა სრულ კაპიტულანტურ ზავს უბრალოდ ვერც ერთი უპრორუსულესი პრეზიდენტიც კი უკრაინის სათავეში დღეს სამწლიანი ომის შემდეგ ვერ მოაწერს ხელს რა შეიძლება ახლა საუდის არაბეთში შეხვედრას კი, რა თქმა უნდა, ცუდად გამოჩნდა რომ უკრაინელს არ დაუძახეს, მაგრამ ასევე რეალისტები ვიყოთ იმ შეხვედრაზე, ხა უკრაინას როგორ დაუძახებდნენ. პირველი იქ მოლაპარაკების უდიდესი ნაწილი იყო ორმხრივი, ხო? ამერიკა-რუსეთის ნორმალიზაციას, რაც მას შუამავლები არ ჭირდება. უკრაინა იყო ამ პაკეტის ნაწილი. მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაწილი. უკრაინას როგორც ვიცით, თქვენ ძანება აქვს გამოცემული რუსეთთან მოლაპარაკების აქტივაზე, მაგრამ ის მიღბაც ეხა და მესამე იმ დარბაზში ეხა რომ ზელენსკი არ დაჯდებოდა და არც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და რომ დამждერიყო არანაირი პროდუქტიული შედეგი არ იქნებოდა, გასაგები აქ ლაპარაკია რა თქმა უნდა ვიზუალზე როგორ ჩანს და ლაპარაკია მეორე უკვე კონკრეტულ ნაბიჯებზე. კიდე ერთხელ გვაქვს ესკალაცია ფაქტია ამას მოყვება თუ არა თქვათ ყველაზე ძიმე გადაწყვეტილება რაც იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირება ამას ნახოთ აქ უნდა ითქვას რომ თქვათ იმ ცნობილ სტატუსში სოციალური მედია სტატუსში მან თქო რომ 350 მილიარდი საწაიღეთ ყველა დათვლით 180 მილიარდი აქვს კონგრესს გამოყოფილი უკრაინაზე აქედან უდიდესი არც ჩასული არ არის 180 გამოყოფილი აქედან უდიდესი ნაწილი თქო ისევ ამერიკის ხარხმებში მიდის და აქვე ზელენსკიმ რა თქვა რაც ბატონმა ტრამპმა დაამახინჯა ზელენსკიმ თქვა რომ ჩვენამდე არ მოსულა ამ ფულის ნახევარიცო და ის თავის სტატუსში ბატონ ტრამპი ამბობს რომ ზელენსკიმ თუ რაღაცა არიციან საწავიდა ნახევარი და ნუ თქვა ვარაუდია თუ ის გულისხმობს რომ თქვა უკრაინელებმა აი 350 საიდან მოვიდა როგორც ზელენსკის 4% რეიტინგი საიდან მოვიდა ზოგადად საინტერესოა ამაზე ასე კითხვა და საიდან მოვიდა წინასაარჩევნო განცხადებები რომ კონგოს და ვენესუელის ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან გვიგზავნიან ჩვენ მიგრანტებს, რომ მთელი ვენესუელა ციხეებს სლის და ჩვენ გვიგზავნის მიგრანტებს, რომ კატებს და ძაღლებს ჭამენ მიგრანტები. საიდან მოდის ეს განცხადებები? ანუ არ საიდან ან ულტრა მემარჯვენე წრეებში მოარული ხმების, ასე ვთქვათ, სრული რეტრანსლირება. ან უხეშად ვთქვათ, შეიძლება ილონ მასკმა უთხრა, შეიძლება სადღაც რაღაცა წაიკითხა, რაც დაიჯერა. ხო, მაგრამ თეთრსახში შესვლამდე შეიძლება ეთქვა სხვადასხვა ციფრი, მაგრამ როცა ეხლა წვდომა აქვს დოკუმენტებზე და იცის ზუსტად სად რამდენი ხო არა ესკალაციაზე მიდის ზელენსკისა და ეს რიცხვი აწყობს. აქვე ასევე ერთ კიდე ისტორიულ პარალელს მოვიყვან. ჩრდილოეთ კორეა ხო გვახსოვს ჩვენ ლანძღავ და კიმ ჩენ ილს მე 2 სამიტი მოაწყოს და ძალიან დამეგობრდნენ და წერილებს შევიდნენ თუმცა არც ლანძღავ და
და თქვა არც დამეგობრებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ხო, ჩრდილოეთ კორეა ისეთივე შეშლილი სახელმწიფოა, როგორც იყო და თქვა ძილობის გამო ტრამპი რო პრეზიდენტი იყო, შეიძლება რაღაცა რაკეტა არ გამოცხადდეს, მაგრამ რეალურად არსი ხო ჩრდილოეთ კორეის არ შეცვლილა, ის ურთულესი საკითხები რაც არის ჩრდილოეთ კორეის განიარაღება, ესეიულად არ და ვერ გადაწყდება. შესაბამისად, აქაც პუტინი რა თქმა უნდა წამოაყენებს ისეთ მოთხოვნებს, რაც ისი დაკმაყოფილებაც ამერიკას ძალიან გაუჭირდება და აქ უკვე შემოდის სხვა საკითხი. პუტინი თulis რას, რომ შემთხვევით არ დაუზავდი. შემდეგი 2 წელი ვისთვის იქნება უფრო უარესი უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის თუ ჩემთვის? რუსეთმა მეტნაკლებად სამხედრო მანქანა მოქოქა, ურთულესად ამ დღეს ხო არის ფაქტია გამოფიტვის ომი, მაგრამ ამ გამოფიტვის ომში 20 კილომეტრი 30 ურთულესად, მაგრამ წინ მიიწევს რუსეთი. შემდეგი 2 წელი აქვს თუ არა ტრამპს და დასავლეთს ესკალაციის თავი, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა გაუზარდონ 3-ჯერ და 4-ჯერ იარაღის მიწოდება, ოღონდ ხაღალზე არა, იმიტომ რომ შაშანაც კი ბაიდენი კი იყო პროუკრაინული, მაგრამ როიტერს ეწერა, რომ ჯავშან მანქანების 30% მისცეს დაპირებების, ხო? აქვს თუ არა დასავლეთს რეალური ესკალაციის თავი, ხო? ის რომ გამოფიტვის ომი რეალურად უკრაინამ გადატეხოს პირველი საჭირო ალბათ, სამხედრო ექსპერტი არა, მაგრამ 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი იარაღის მიცემა და მეორე უკრაინას აქვს თორე ხალხის რესურსი, ხო? იმიტომ რომ ცხადია არმიის მნიშვნელოვანი გაზრდა იქნება საჭირო და პუტინი ამას თulis ტრამპიც რომ შემდეგი 2 წელიწადი ეს იქნება უფრო დიდი გამოფიტვა უკრაინის და ჯობია ეხლა დავზავდეთ. თulis ტრამპი თუ მის გარშემო თუ ზოგადად არის მისი დაპირებაა მის ამომრჩეველთან, ასე მისი პრესტიჟის თემაა ეს პერსონალურიც. შემოდის პერსონალური ნარცისიზმი, რომ მე რო ყოფილიყავი ომი არ დაიწყებოდა, ხო რა საფუძველი აქვს, მაგრამ სულ ამბობს ამას და მეორე რომ პუტინი მხოლოდ მე დამიზავდება. მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ომის დასრულება. და გასაგებია რომ მას სურს ამ ომის სწრაფად დასრულება და მაინდა-მაინც ახლა ტორეცკი აქეთ ხარეს იქნება თუ იქით მას არ ადარდებს და ამ საკითხში რა თქმა უნდა მისთვის ამ წუთას ეს ესკალაცია გამოწვეული იქნება რომ თქვათ პუტინი უფრო თქვათ ჩხალებში თანხლავს და ელოლიავება და ზელენსკი უფრო თქვათ უხეშად ელაპარაკება და ამის შედეგად ვიღებთ აი იმ ესკალაციას იმ განცხადებებს ნახოთ ეს განცხადებები ითარგმნება თუ არა უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ ითარგმნა თქვა რეზოლუციის თანასპონსორობა თუ ეს იქნა და დადასტურდა რომ რეზოლუციის თანასპონსორობა მაგრამ უფრო პრაქტიკულ ნაბიჯებშიც თუ გადაიდგა რაც არის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი შეკვეცა უკვე აქ უფრო ნათელი გამოჩნდება რა და როგორ გიორგი რა რესურსი აქვს ამ პროცესში ევროპას რომ გაუწიო ტრამპს აქვს სურვილი ის ასე შევხედოთ მე შევხედავ თქვენ შემისწორეთ ტრამპს აქვს სურვილი რომ ზელენსკის აკრიტიკებს არ ვიცი აბულინგებს აი რაღაცნაირად ცაიტნოტში აქცევს რომ ის ყველანაირად მოწყვლადი გახადოს და ხელმოწერაზე დაითანხმოს იმ პირობებზე რომელსაც ის შეუთანხმდება და ამ ხრივ ევროპა იყოს რაღაცა ევროპამ ვერაფერი ვერ გააკეთოს მაგრამ ევროპელი ლიდერები თავად რაღაცნაირად ომის 3 წლის თავზე, მაგრამ გამოფხიზლდნენ, სამიტებს მართავენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ვაშინგტონში მიდიან, ასე ვთქვათ, რაღაც ტიპის გაზრდას რესურსების ზე არიან თანახმა, მაგრამ აქვთ თუ არა რეალური სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური რესურსი, რომ ტრამპს იგნორირება გაუკეთონ ამ შეთანხმების პერსპექტივასაც იგნორირება გაუკეთო და თავად გააძლიერონ უკრაინა იმ დონეზე რომ რაღაცნაირად ომი გააგრძელოს თუ შეთანხმების მისთვის სასურველ პირობებზე წავიდეს უკვე ტრამპის გარეშე როგორ ესეც საინტერესოა მაგრამ რაღაც თავად იკისროს მნიშვნელოვანი როლი. ბატონო თუ ჰუმანიტარული დახმარება ევროპა უსწრებს თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს ანუ მეტ ფულს აძლევენ უკრაინას ჰუმანიტარული კუთხით სამხედრო დახმარების 9 თუ 60% თუ მეტი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე და შაშა თუ არ ვთქვი ბატონ ზელენსკის პირდაპირ აქვს ნათქვამი რომ ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე ჩვენ დავმარცხდებით ესე იგი სამხედრო დახმარება ამერიკის ჩაუნაცვლებელია აქ ასე უნდა აღნიშნოთ რომ ევროპის სამხედრო პოტენციალი ამ წუთას ხო ის ყმადაღებული მილიონი ჭურვი რომელსაც დაპირდნენ შეუსრულეს ოღონდ დაგვიანებით. რამდენად ევროპა ეს გამოჩნდება რა თქმა უნდა ეს ხშირად გვესმის ხოლმე ხო წინა ტრამპის პრეზიდენტობის დროს ევროპა უნდა გამოფხიზდეს ევროპამ უნდა შეძლოს თქვა სამხედრო ალიანსის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. თავდაცვის ხარჯების გაზრდა ევროპაში განსაკუთრებით რომ ეს ხო ფული ხო ჰაერიდან არ მოდის
ან რაღაცას უნდა მოაკლდეს, ან ვალი აიღოს. სოციალური ხარჯების შემცირება ურთულესი საკითხია ევროპაში. ხო, იქ თან როცა დემოკრატია, იქ ყოველთვის ასე თქვა, როგორც შეიძლება გააძლიეროს ეს მემარჯვენე პოპულისტური პარტიები, როგორც ასევე დაპირება. აი მაკრონთან შეხვედრის დროს ხო დაპირდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ჩვენ გავაგზავნით თუ არ ვწდები რიცხვი ითქვა 40,000 ჯარისკაცს, ხო? ხوار შეიძლება მე მგონი ეს რიცხვი ითქვა. პირველი 1000 კილომეტრი ამ ფრონტზე თვითონ პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ნათქვამი 200,000 კაცია საჭირო, 40,000 კაცი თურქეთს უდგას 200 კილომეტრი არ არის კვიპროსის გამყოფი ხაზი და იქ უდგას 40,000 კაცი. მეორე რაც თავარია. აქ არის უკვე საკითხი, რომ კი ბატონო, თქვა ჩავაყენეთ ეს 40,000 კაცი. ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ყოველთვის ხდება რაღაცა თქვა შეტაკებები, თქვა დაიღუპა რამდენიმე ჯარისკაცი. ამათ შეიძლება ისეთი თქვა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, როგორც თქვა ბაიდენს ხო ის 13 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთიდან გამოსვლა დროს რო გარდაიცვალა. ამაზე დღეს დაიწერა, რომ ეს ამ კონტინგენტზე ამერიკის პოზიცია, რომ მეხუთე მუხლი ნატოსი არ გავრცელდება. მეხუთე მუხლი რა თქმა უნდა არ გავრცელდება, მაგრამ მეორეა რომ თვითონ ამ ევროპის შიდა პოლიტიკაში სხვერპლი გამოიწვევს კიდევ ერთხელ ამ მემარჯვენე პოპულისტური ძალების გაძლებას, რომელიც იწვევს რომ რატომ ვდგავართ ახლა უკრაინაში და ჩვენი ის მაგალითად რატომ იღუპება ჩემი ჯარისკაცი. ეს არის ურთულესი პროცესი. განცხადებები ჩასვლა რომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეს კი ბატონო ქაღალდზე ნახოთ და ჰუმანიტარული დახმარება კი ბატონო ევროპა ძალიან ბევრს აკეთებს. რაც შეეხება სამხედრო პოტენციალს ეს ასეთი იოლი არ არის. ეს რო იოლი ყოფილიყო აქამდე 5 ჯერ დაპირებულ ევროპის ნატოს შექმნიდნენ და ამერიკას ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ევროპის უსაფრთხოებაში ამერიკა ჯერჯერობით ჩაუნაცვლებელია. რაც ნიშნავს, თუ ამერიკა ჩაუნაცვლებელია, ეს ნიშნავს, რომ ტრამპის რაც არ უნდა გიჟური შეიძლება იყოს იდეა ან განცხადება, მას რეალობად ქცევის მისი რესურსებიდან გამომდინარე მეტი შანსი აქვს ვიდრე ევროპელი ლიდერების განცხადებებს? რა თქმა უნდა, იმ კუთხითაც ავიღოთ, რომ ეხა ევროპის სამხედრო დახმარებაც ამერიკის ზურგით არის, ხო? იმას თავი დავანებოთ, რომ ეხა მე თუ ჩემ თქვა საწყობებს ვცლი, იმ ზურგით ვცლი, რომ თქვა მე ნატოს წევრი ვარ და ამერიკა დამიცავს. თუნდაც აი ეს ტანკების გადაცემის საკითხი, ხო, სანამ ამერიკამ არ გამოაცხადა, რომ ჩვენ აბრამსებს გადავცემთ თქვა უკრაინას, გერმანია ორჭოფობდა. ანუ ეს ზურგი აუცილებელია ევროპისთვის იგივე სამხედრო დახმარების კუთხით. ხო, ახლა ბალტიისპირეთი, პოლონეთიც, რომელიც თქვა პროცენტულად შეიძლება საკუთარი სამხედრო მარაგების გაცილებით დიდ პროცენტს აძლევს ამერიკას, უკაცრავად უკრაინას. იმიტომ რომ ზურგი აქვს ამერიკის და თუ ზურგი დე იურე არა და დე ფაქტო მოიხსნა, უკვე ყველა დაფიქრდება, რომ ახლა თუ ჩემ თურქეთს რა როლი შეიძლება კონდეს? აი ერდოღანთან შეხვედრა, მათ შორის ნატოზე ლაპარაკი ზელენსკის მხრიდან ერდოღანის პირობით, ანუ რა როლი აქვს მას? ისიც მოთამაშეა რეგიონალური ძალიან მსხვილი. თურქეთი და რუსეთი რა თქმა უნდა ისტორიულად ხან მეგობრობენ და ხან მტრები არიან და ინტერესები რა თქმა უნდა განსხვავებული აქვს. არ ამგონია თურქეთის ინტერესში შედიოდეს რუსეთის თქვათ ასეთი გაძლიერება ან ტერიტორიული გაფართოება. ასევე აღნიშნოთ, რომ ბჭყალებში, მაგრამ თქვა თურქებმა აახია თქვა რუსეთს სირია, ამის პირდაპირ ნიშნებობით, ხო? შეიძლება ითქვას, შესაბამისად აქ არის დაპირისპირებული ინტერესები, უკრაინაშიც არის დაპირისპირებული ინტერესები, თუმცა უკრაინის ომთან მიმართებაში თქვა თურქეთს აქვს ეს 3 წელიწადი შუამავლური პოზიცია. არ უწესებს სანქციებს რუსეთს, ვაჭრობს უკრაინასთანაც, ვაჭრობს რუსეთთანაც. უკრაინას ამარაგებდა თქვა ბაირაქტარებით, ეხლა არ ვიცი ზუსტად ბოლოს როდის მიყიდეს ბაირაქტარები. შესაბამისად, თურქეთის პოზიციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ამგონია ხა თურქეთი კიდევ ერთხელ თუ ამერიკა შეამცირა სამხედრო დახმარება, ეხლა რაღაცა შეიძლება ჩაანაცვლოს, მაგრამ ვერც თურქეთი ვერ ჩაანაცვლოს ამ ხელა სამხედრო დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უთხრობს უკრაინას. კი ბატონო და ძალიან მოკლედ რამდენადაც შეიძლება ვიდრე ტრამპის სურვილამდე არსებობდა ჩინეთის თითქოს სამშვიდობო გეგმა. მას რა როლი აქვს ამ პროცესში? ზოგადად არის ასეთი განხილვა, რომ როგორც თქვათ ნიქსონმა და კისინჯერმა თავის დროზე ითამაშეს რუსულ-ჩინურ დაპირისპირებაზე და ვიეტნამის ომის დასრულებით ჩინეთი ჩამოაცილეს საბჭოთა კავშირს. ახლა არის ლაპარაკი, რომ ტრამპს სურს, ან ტრამპის გარშემო წრეს სურს, თქვათ, უკრაინის ომის დასრულებით ჩინეთ-რუსეთის ალიანსის
დაშალოს ან შეასრულოს. პირველი, რამდენად ეს შესუსტებადია, რთული საკითხავია, იმიტომ რომ ნამდვილად იმდენად რაციონალური პუტინი არის, რომ ხდებოდეს, რომ 4 წელიწადზე ამერიკაში შეიძლება სულ სხვა პრეზიდენტი მოვიდეს, რომელიც ისევ ესკალაციაზე წავა და თქვათ ერთგულ მოკავშირედ ჩინეთს დაუპირისპირდეს ეფემერული ცეცხლის შეწყვეტის გამო უკრაინაში საეჭვოა. მეორე, უკვე აქ თუ თქვათ ამერიკა რუსეთთან ლაგდება, ევროპას შეუძლია თქვათ ამის საფუძვლად გამოაცხადოს, რომ თუ ჩინეთი არის მთავარი მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენ ჩინეთთან გავარქმავებთ თქვათ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამით თქვათ დაუპირისპირდეს ან ამერიკას ანახოს, რომ ჩვენი ინტერესების ასე იგნორირება ასე არ ჩაივლის და ჩვენი ხმა გვაქვს, ჩვენი ინტერესები გვაქვს და შენ თუ სულ იმორს გვიკეთებ და რუსეთთან ლაგდები, ჩვენ ჩინეთთან გავარქმავებთ სავაჭრო. მოკეთ ჯერ არავინ იცის რა მოხდება, ეს არის შედარებით სწორი შეფასება. რიტორიკა ერთია, მაგრამ რეალპოლიტიკა არავის არ გაუქმებია. წინ არის ურთულესი მოლაპარაკებები, რომელიც კიდევ ერთხელ საქმეზე რომ იდგება, იქ პუტინი რას მოითხოვს, რომელი ტერიტორიებიდან უკრაინის გასვლას, ამერიკას. გიორგი, უნდა დაგემშვიდობოთ, აღარ გვაქვს მეტი დრო, სხვა ამბავზე გადავიდეთ. მოკეთ ჯერ არ ვიცით მივადევნოთ თვალყური პროცესს. გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენი